მოგესალმებით. ეს არის რუბრიკა გააკეთე შენ. მე მისი წამყვანი სალომე გეგეშიძე ვარ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ვიტრაჟის იმიტაციას, ანუ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჭიქისგან შევეცდებით გავაკეთოთ დეკორის ელემენტი, ანუ უბრალოდ ლამაზი ლარნაკი, რაშიც ბატონი ტარიელ ტაბაღოა დაგვეხმარება და ბატონ ტარიელ გთხოვთ გითხრათ, რა დაგჭირდება იმისთვის, რომ ეს ლამაზი ჭიქა გავალამაზოთ უფრო მეტად. მოგესალმებით. მე მინდა წარმოგიდგენოთ რაც აუცილებელია მოხატვისთვის, მინაზე მოხატვისთვის, ეს არის მინის საღებავი, ჩვეულებრივი მინის საღებავი, ასევე ეგრეთ წოდებული კონტური, კანტი და ძირითადად კიდევ რაც მთავარია, უნდა იყოს სინთეტიკური გამხსნელი და ფუნჯები თავისუფლად ცხადია. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ესკიზი, ხლა ამ შემთხვევაში მარტივი ესკიზი მაქვს მოფიქრებული, ამის გაკეთება ნებისმიერ მომდევნულ ადამიანს შეუძლია, ან თუ ხატვა არ ეხერხება, შეიძლება ინტერნეტის საშუალებით გამოიღოს რაიმე ესკიზი და ის გამოიყენოს. ანუ ძალიან მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. აი ვიწყებთ, აი როგორ რაღაცა ვიღებთ ჭიქას. ამ ესკიზს პირდაპირ გამზადებული გვაქვს შაბლონი მაგისი. ვათავსებთ ჭიქაში. ეს უნდა იყოს მიახლოებით თანაბრად. და გადაგვაქვს კონტურის საშუალებით ფერი. ახლა ამ შემთხვევაში გვაქვს ოქროსფერი კონტური. ან კონკრეტულად როგორ უნდა დასახელება რა არის? დასახელება არის მინის საღებავი და მინის კონტური. დიახ, მინის კონტური შესაბამისად ეს მინის საღებავი და კონტური არა მარტო ჭიქაზე გამოიყენება, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას სარკეზეც, ჩვეულებრივ ისე მინაზე და დაბურულ მინაზე, რასაც ქვია. ანუ ნებისმიერ ტიპის მინაზე, სანამ ხატვას დავიწყებთ, ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის უნდა დამუშავდეს აუცილებლად მინის ზედაპირი, არის ორი საშუალება, შეიძლება აი სინთეტიკური ხსნარით, კარგად უნდა გაიწმინდოს, ან შეიძლება სპირტითაც დამუშავდეს. სამედიცინო სპირტით. დიახ, კონტური აი ესე ბოლოდის უნდა გამოდევნოთ ჰაერი რო არ დარჩა შეგით რომ კარგად მე დავიმორჩილოთ ეს კონტური. აი ბოლონდის აი ასეთ რაღაცას ვაკეთებთ. და ვიწყებთ ჩვეულებრივად ვაყოლებთ. აი ამ შემთხვევაში თუ შეგვეშალა დავუშვათ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება შეიძლება უნდა ავიღოთ ამბა ჩვეულებრივად ჭხირზე უნდა დავახვიოთ და სინთეტიკური ხნაში უნდა ჩავაწოთ. კარგად უნდა გავწეროთ და ესე შეიძლება მოიწმინდოს. ისე რომ არ დაზიანდეს ნამუშევარი. რამდენი დრო ჭირდება ეს კონტური რომ გაშრეს და დავიწყოთ უკვე ფერის დასხმა ჭიქაზე? მიახლოებით ჭირდება 5-10 წუთი, უნდა შემაგდეს, უბრალოდ შემაგდეს და შეიძლება ფერი დავადოთ. კონტური უკვე გაგვიშრა, ახლა უნდა ჩავასხათ ფერები ამ კონტურებში. სანამ ფერის შეშიბუშობას დავიწყებთ, ისიც მინდა ვთქვა, რომ სასურველია საერთოდ კონტურიზე ყველაფერი მოიხატოს მარცხნივ და მარჯვნივ, და უფრო მოსახერხებელია და არც გაიძღაბნება კონტური. კონტურში ვასხამთ ფერებს პირდაპირ, თხილად თუ დავიყოთ, რომ არ აგვეძღაბნოს. ფერის ჩასმა ბევრი არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოგვეღვენთოს. ანუ სასურველია თანაბრად გავანაწილოთ ფერი. და უნდა ვეცადოთ, რომ კონტურს არ შევახოთ. აი დავადებით წითელი ფერი, ვარდისფერი უბრალოდ. ფუნჯი უნდა გაიწმინდოს, თქმა უნდა, ამ სინთეტიკურ გამხსნელში კარგად ვერად მოვიქცევს მწვანეს ამ შემთხვევაში. იგივეს ვიმეორებთ. ნუ კარგად უნდა მოურიოთ, ეს აუცილებელია. შეგიძლიათ ეს გავგრძელოთ. ეგრეთ უცად. აი, აქ უნდა ჩაასხათ ფერი. ახლა? დიახ, ამ ნაწილში. ცოტა უნდა მეტი შეგიძლიათ ფერი.
მეგონი შენიერია. როგორ შეგვიძლია ამოვიღოთ ესკიზი და უკვე და ნახავთ მე და ვიღებ ესეთი გამოგვიყვება. რამეს. ბატონ ტარიელ, როგორც მივხვდი, ჩვენ უკვე მოვრჩით დიახ. ჭიქის მოხატვას და თუ შეიძლება თქვენი ვთქვათ, დახმარებით. რამდენი ხანი დაჭირდება მის გაშვებას და თუ შეიძლება რომ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ, ანუ წყალი ხوار დააზიანებს და უშუალოდ აღებავს. ამის გამოშვების პერიოდია მეახლობით სასურველია 2 დღე. ერთი დღის შემდეგაც მშრალია, მაგრამ სასურველი უფრო კარგად შრება და გამოყენება თავისუფლად შეიძლება, ჩვეულებრივად, გაწმენდაც შეიძლება გარეცხოთ, არანაირი პრობლემა არ აქვს. მოკლედ მოვრჩით ჭიქის მოხატვას და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა, თან მეც მივიღე მონაწილეობა და თან ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ჭიქის მოხატვაში და მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა სცადოთ და დარწმუნებული ვარ გამოგივათ მე მომავალ რუბრიკამდე გემშვიდობებით.